თქვენ ბევრი ადამიანი არ გენდობათ როგორც მღვდელს და ეს რაღაც კუთხით ვფიქრობ, ჩემი პირადი ახმა არის, გამოწვეული არის იმით, რომ აი ისევ და ისევ ვიდივართ იქამდე, რომ ხშირად ჩადით ტელევიზიაში და ასოცირდებოდით აი ყვითელგადაცემებთან, ბრენდებთან და ასე შემდეგ, რაც ცუდად ხდება მრევლს თვალში. თქვენი მინუსი რა იყო როგორც მღვდელის? რაში ტყვი ხართ ღმერთთან? ვიღაცა ცხოვრობს ტყუილში, ჭაობში, წუმპეში, ეუბნები რომ ეს ჭაობია, შეიძლება იცოდეს, მაგრამ შენ რომ ეუბნები უკვე ღიზიანდება და არ მოსწონს. და მე დიდი დოზით ვამბობდი ამას და შესაბამისად ეს ემოციონალური ფონი იყო წამგებიანი ძალიან. შეცვლიდით ამას დრო რო უკან გადავახვიოთ. იცით რა არის? ზედმეტი მოგივიდათ, აი ფიქრობთ რომ რაღაცაში შეიძლება. შევცვლიდი, აი სამწუხაროდ ის არის რომ თქვი რომ ალბათ არ შევცვლიდი. ძალიან ჯიუტი ადამიანი. ჯიუტი არა, აი არ ვიცი პრინციპი, აი არ შევცვლიდი. 10 მცნებიდან ყველაზე ხშირად რომელს არღვევთ? როდესაც ადამიანი ერთ მცნებას არღვევს, ის ყველას არღვევს. აბსოლუტურად, იმიტომ რომ ის 10 მცნება ერთია. ანუ რა? ის რომ შენ იცხოვრო სუფთად, წმინდად და წრფელად, რა არის ეს? ეს არის გულსხმელობა.